9 ფაქტი რამადანის შესახებ. რამადანის პერიოდში მსოფლიოში მცხოვრები ყველა მუსლიმი ვალდებულია მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე მარხვა დაიცვას. მარხვის დაცვა არ ეხება მცირეწლოვან ბავშვებს, ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, ხანდაზმულებსა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს. ამ თვეს მუსლიმები რელიგიას უღრმავდებიან, ლოცულობენ, საყვარელ ადამიანებთან ერთად დროს ატარებენ და ქველმოქმედებით არიან დაკავებულები. რამადანის ბოლოს ზრდასრული შეძლებული მუსლიმები ზაქათს გასცემენ, რაც სავალდებულო მოწყალება გახლავთ, რომელიც გარკვეული ქონების მქონე მუსლიმმა უნდა გაიღოს, რათა ნაკლებად შეძლებულ ადამიანს დაეხმაროს. აღნიშნული ტრადიცია ზედმეტი ქონებისგან განწმენდას და ღმერთის მიმართ მადლიერების გამოხატვას წარმოადგენს. რამადანი ისლამური მთვარის კალენდრის მე-9 თვეში იწყება, როდესაც ცაზე ახალი ნახევარმთვარე პირველად გამოჩნდება. რამადანის მარხვას ისლამის მიმდევრები თავიანთი რელიგიური რწმენის ძირითად ნაწილად მიიჩნევენ. გათენებამდე მისაღებ საკვებს სუჰურს ეძახიან, ხოლო შებინდების შემდგომს იფთარს. რამადანის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს სათემო და ოჯახური იდენტობის გამყარება. როგორც წესი, საღამოობით ადამიანები მეჩეთებში იკრიბებიან, ცდილობენ იფთარი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მიირთვან. რამადანის პერიოდში მუსლიმურ სახელმწიფოებში სამსახურები და სკოლები ადრე იხურება. რამადანის დასრულებამდე 10 დღის განმავლობაში მუსლიმები წლის ყველაზე წმინდა ღამეს, ლეილათ ალ-კადრის აღნიშნავენ. ისლამის მიხედვით აღნიშნულ ღამეს წინასწარმეტყველ მუჰამედს მუსლიმთა წმინდა წიგნი ყურანი გამოეცხადა. 2024 წელს რამადანის დღესასწაულს 1,8 მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს, რაც დაახლოებით პლანეტის მოსახლეობის 25%-ს უდრის.